გაცენის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ კონსტანტინე ჟღენტი, დიპლომატი, აღმოსავლეთიდან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე, რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და ალბათ მაინც ესეთი მნიშვნელოვანი თემა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეს არის ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც თითქოს უნდა შემდგარიყო, შემდეგ ეს აღმოჩნდა, რომ ეს გადაიდო, ამას უკავშირებენ რუბიოსა და ლავროვს შორის საუბარს. რუბიოს როგორც გავრცელდა ინფორმაცია აქ ანუ ამერიკულ მხარეს თავისი რაღაც მოსაზრებები აი ამ სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ, რასაც არ თანხმდება რუსეთი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უკრაინის შეღებმა ძალებმა უნდა დატოვონ ის ტერიტორიები, რაც რუსეთის კონსტიტუციის აი ბოლოს შესწორებით რუსეთმა თავის შემადგენლობაში აღიარა. ლაპარაკია დონეცკის, ლუგანსკის ოლქებზე, ყირიმზე და გარდა ამისა ნატოსთან ურთიერთობა საბოლოოდ გაირკვეს იმ მხრივ, რომ უკრაინამ რაც დარჩება, ესე იგი უკრაინისგან ამ სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ უარი თქვას ნატოსთან ურთიერთობაზე და ნატომაც თქვას უარი მათთან ურთიერთობაზე. აი ამ ორ ქვეყანას რამდენად შეუძლია მოაგვაროს ეს საკითხი სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე, თქვა ტრამპსა და პუტინს აქვს ამისი ძალა, უფლება, მოსილება, იქნება ეს მორალური თუ არამორალური და სხვა წევრებზე, სხვა მოთამაშეებზე ზემოქმედების მოხდენის საშუალება თუ აქვს და როგორ უნდა გავიგოთ ეს მათი შეხვედრები, გადატანა ამ შეხვედრების მე არ გადა ფაქტია რომ რაღაც ეტაპზე უნდა მოილაპარაკონ. რატომ იჭიმება ეს პროცესი? ჯერ არ მისულა სისხლის ღვრა იმ ეტაპამდე, როცა უკვე შესაძლებელი არის რომ წითელი ხაზებით, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააკეთა სამმა ლიდერმა, სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა გადაინაწილა მსოფლიო. მადლობა ნინო მოწვევისთვის. ძალიან ბევრი კითხვას მოეყარა ერთად თავი, მაგრამ საქმე რაშია იცით, მე მაგალითად მაინც ამდენ წელია საერთოდ ურთიერთობებს სწავლობ და ისტორიას და სტალინს, რუზველტს და ჩერჩილს ვერ შევადარებდი. ვერც მე უბრალოდ თქვი არა, რა თქმა უნდა. შეიძლება ძალიან არაადეკვატურია. რა თქმა უნდა და ის სიტუაციაც აბსოლუტურად სხვა იყო, მაგრამ საქმე რაშია იცით, ისინი საუბრობდნენ თავის მოქმედების შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ვახედებელობაში. ანუ საბჭოთა კავშირის და მოკავშირეების მათი შეერთებული შტატების და ბრიტანეთის და დამარცხებული გერმანიის ასე ვთქვათ ტერიტორიების და ნუ სხვა ტერიტორიების რა თქმა უნდა და აქ ცოტა პარადოქსული სიტუაციაა და ეს ყველა მიცის ეს პარადოქსი სხვა შორის იგივე პარადოქსი იყო ახლა იმაში ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებაზეც ესე 4 ქვეყანა ხელსაწყალს ხელშეკრულებას 2 ქვეყანაზე რომელიც ეხება 2 ქვეყანას რომელიც იქ არ მონაწილეობს ხელს არ აწერს და იმათ ეხება პირდაპირ ის ხელშეკრულება და იმას ხო შესრულება უნდა რა მე ბევრჯერ დავწერე და კიდე გამიმეორებ ჰამასი არახს არასოდეს არ დაყრის ეს ჩემთვის არის როგორც 2x2 4 როგორც რეგიონის სპეციალისტისთვის და რო დაყაროს მე რა უნდა გააკეთოს ხო თან რაშია იცით საქმე ნუ ძალიან დიდი ხანი მთელი რაღაც ისინი მაქვს ნაშრომები არაბეთი ისრაელის მაშინ საბჭოთა კავშირის დროს ესე ეძახდნენ ხოლმე რუსულად არაბა-ისრაელსკი კონფლიქტი ასე შემდეგ მაგრამ ნუ მან ძალიან ბევრი მომენტია მაგრამ თავარი მომენტი ის არის რომ მოწინააღმდეგე არის ღიად ტერორისტული ორგანიზაცია რომლის მიზანი ღიად არის ისრაელის ნუ ისრაელი არ არსებობს მაგათთვის როგორც სახელმწიფო ეს უწერიათ თავის პროგრამაში და ემაში და მე გულისხმობ ჰამას და არა თქვა საერთოდ პალესტინელების ერთიანობა არასოდეს არ ყოფილა იქიდან დაწყებული რაც შეიქმნა პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა 30-იან წლებში ჯერ კიდე და ცოტა უფრო ადრეც ბალფურის დეკლარაცია საერთოდ ეს კონფლიქტი იყო თავიდანვე როგორც კი შეიქმნა ისრაელი როგორც კი ბალფურმა გამოაცხადა რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ებრაელთა ეროვნული კერის შექმნას ახლო აღმოსავლეთში მაშინვე შეიქმნა გადაუჭრელი კონფლიქტი ჩემი აზრით მარტო ჩემი არ არის მე ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის და ექსპერტის ვეთანხმები რომ ეს პრაქტიკულად გადაუჭრელი კონფლიქტია და ნუ ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს რაც შეეხება აქეთ იქაც ესე იყო მეთქი ეხლა უკრაინელების გარეშე რაც არ უნდა მოელაპარაკონ ტრამპმა და პუტინმა ეს გამოვა რომ უნდა დაანებოს ტრამპმა მაშინ საერთოდ მხარდაჭერას ყველანაირ მხარდაჭერას უკრაინის უნდა შერჩეს უკრაინა ევროპის ამარა ასე ვთქვათ ის ევროპაც
ნელ-ნელა იყოფა და იყოფა. ნაწილ-ნაწილ, იმიტომ რომ სადაც კი მემარჯვენეები მოდიან და ტრადიციული ასე ვთქვათ მიმართულების მომხრე მთავრობები ისინი მაშინვე აცხადებენ რომ წინააღმდეგი არიან უკრაინისთვის ისევ გაგრძელების დახმარების და წინააღმდეგი არიან ომის გაგრძელების და ასე შემდეგ და აი დღეს წავიკითხე მაგალითად ორბანმა განაცხადა რომ აღდგა პრაქტიკულად ვიშეგრადის ერთიანობაო, იმიტომ რომ იცით ეს ვიშეგრადის ქვეყნები ეს არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და უნგრეთი. და თითქმის ყველგან უკვე მემარჯვენეები არიან. თითქმის იმიტომ პოლონეთში პრეზიდენტი მოვიდა უკვე. ნუ ჩეხეთში და სლოვაკეთში და უნგრეთში უკვე ისეთი მთავრობები არიან, რომ სულ ყველა წინააღმდეგია იმ ხაზის რახასაც ევროკავშირი და ეს უმეტესი ქვეყნები და როგორც ჩვენ ვეძახეთ ევრობიუროკრატები მისდევენ. და ნუ აი ჩვენსაც ვიზამთო კიდე და ეს საკმაოდ დიდი ძალა 4 ქვეყანა თუ გამოიყო ამ იმას როგორც ორგანიზაცია ვიშეგრადის და თავის პირობები დააყენა, ამაზე რა თქმა უნდა ძალიან ესეთი გავლენა ექნება ევროპის პოლიტიკას. ხო და რომ დაუბრუნდეთ იმას, არის წითელი ხაზები, რომელიც რუსეთს ნათქვამი აქვს და მაგას არ გადავა პუტინი. ვინც არ უნდა იყოს პუტინის ადგილზე, რუსეთის იმპერიული პოლიტიკიდან და მიზნებიდან გამომდინარე, იმათმა თუ გადაწყვიტეს რომ როგორც გამოცხადებული აქვს, დაიცვან რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინელი ნაცისტებისგან, სანამ იმ ტერიტორიებს მაინც იმაზე კონტროლს არ დაამყარებს, არანაირ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთი არ წავა. და ეხა კი მოქმედებს, ეხა ვიღაცა ამბობს რომ საერთოდ არ მოქმედებს სანქციები რუსეთზე, ვიღაცები ამბობენ რომ მოქმედებს, რა გარკვეული მოქმედება, ზემოქმედება რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ როგორ გინდა სანქციები შემოიღო, როცა აი ტრამპი აცხადებს სანქციებს, ეხლა სულ ელოდებოდნენ, ჯერ აკრიტიკებდა რომ ენერგომატარებლებს მიხედეთ, ევროპელებს ეუბნებოდა რომ ყიდულობთ და ამდენ ფულს რო აძლევთ ამ რუსებს ენერგომატარებლებში. მე მომეცითო. ხო, მე რატომ აბრალებთ მაშინ. ეხლა გამოაცხადა ხო სანქციები და უცბად გამოხდა ეს უკაცრავად ამ გამოთქმაზე კანცლერს კანცლერის მიმართ რომ ამბობ, მერცი გამოვიდა და განაცხადა რომ არა ჩვენ მოდი არ შეგვეხოსო სხვა შეეხოს ჩვენ არ შეგვეხოს, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება რუსული გაზიო. ნუ ეხლა ეს ხო ზოგისთვის სასაცილოა ეს მიდგომა. უკრაინისთვის ტრაგედიაა. თუ სერიოზულ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ესეთი მიდგომა ნუ საერთოდ მიუღებელია, რა თქვა. სხვა შეეხოს ჩვენ არ შეგვეხოს, ეგრე სხვათა შორის ორბანი დიდი ხანია მაგას ლაპარაკობს, რომ აი ენერგომატარებლების გადაკეთვა რუსეთიდან რომელიც მოდის უნგრეთში, სხვა შორის სლოვაკეთში პრემიერიც მაგას ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად ინგრევა და იმას თავი დავანებოთ, რომ ხალხი სიცივეში დარჩება ზამთრის განმავლობაში. ხო განაცხადა, აი გუშინ წავიკითხე, რომ კარგი იქნება თუ უკრაინელების შეერთებული ძალები აფეთქებენ დრუჟბას, რითიც უნგრეთი მარაგდება. ნუ ეხლა ტუსკი რუსული რა შეედა ტუსკს თავის გაჭირვებია იმ პრეზიდენტის გავარჯვების მერე არჩევნებში და რამდენი ხანი გაძლებს ეს ტუსკი კიდე თავის იმაზე მომავალ არჩევნებამდე გაძლებს თუ არა კიდე საკითხავია, მე თუ მკითხოთ. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი ექსპერტი ამბობს მაგას და სპეციალისტი. ამიტომ ძალიან ბევრი საკითხია ერთმანეთში გადახლართული და გადაჯაჭვული. და ასე თუ მიუდგებით როდის აწყობს რუსეთს და როდის აწყობს ამერიკას, ამერიკელებს ტრამპს ეხლანდელ პრეზიდენტს აწყობს პირველ რიგში რომ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას. ტრამპი ცეცხლის შეწყვეტას თulis მშვიდობად. მშვიდობას უწოდებს ხოლმე ცეცხლის შეწყვეტას, რომ ამბობს რომ რა ომი დაამთავრებო. იმ რაოდენიდან პრაქტიკულად ყველგან ცეცხლის შეწყვეტა თორე ომის არც მიზეზები არ გადაჭრილა და მომავალში რა იქნება რაც მარიცის. ხო და ამიტომ ეს არ არის ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტიო, ქუდები რო არის, იმას უნდა ეწეროს ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის პრეზიდენტი, ceasefire პრეზიდენტი უფრო გამოვა ვიდრე peace პრეზიდენტი. ხო და აი ესეთ სიტუაცია, აქაც ესეთ სიტუაცია, იმას უნდა რომ დაანახოს მსოფლიოს, რომ მიაღწია იმას, რომ ამდენი ხანი აი ომი მიდის და უცბად მიაღწია იმას, რომ მხარები დაიყოლია ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ მე რა ხდება? იქ არის პირობები
უკრაინის მხრიდან რომ მე მჭირდება უსაფრთხოების გარანტიებით ან უსაფრთხოების გარანტიას არა, ნუ ნატოს აღარ ეძახის, იმიტომ რომ მიხდორო უსაფრთხოების გარანტია არა, ეხლა უკვე თქვა რომ აი მეხუთე თავის მსგავსიო გარანტიებიო ნატოს მეხუთე თავის მსგავსიო ესეთიც ითქვა ბოლოს ნატოს გარეშე ეს როგორ უნდა გაკეთდეს ხო ნუ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულ შტატებმა აიღონ თავის თავზე თქვათ ესა მაგრამ ნუ ეს ღაბარია ხო ქონდა აღებული ეს არ მოხდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ მერე აქ იქ ეს ერთი გარანტიები და აქეთა მხრიდან ნუ რუსეთი არანაირად არ დათანხმდება იქ ნატოს ქვეყნის სამხედრო ძალების ყოფნას უკრაინაში. ეგეც წითელი ხაზია კიდე ერთი პუტინისთვის. და ამბობს რომ მე ამას არ დავთანხმდები. იმაზე ლაპარაკი აღარ არის ნატოს წევრობაზე. ნატოს წევრობა კი არა, რომ იმ უკრაინის ტერიტორიაზე იყოს ნატოს წევრი ქვეყნების ძალები და ხა. სხვა ქვეყნის ძალები არ ამგონია რომ გამოინახოს, ვინც დათანხმდება რომ იქ თავის სამხედრო ძალები ჩააყენოს უკრაინაში. ხა ჩინელების სიბრძნე ისტორიული და მათი ფილოსოფიიდან გამომდინარე გამორიცხავს რომ ჩინეთმა ესეთი რამე გადაწყვიტოს რომ თავის ძალები უკრაინაში გაუშვას. თუმცა ერთი პერიოდი ჩინეთი იქნება მისაღები უკრაინისთვის. მაგაზეც იყო სპეკულაციები, ხო და მაგიტო გამახსენდა. ამიტომ ეს არის ძალიან ისეთი კომპლექსური რთული კონფლიქტი, რომლის ჩემი აზრით ყველაზე უფრო რეალური რომელიც შეიძლება მოხდეს ეს არის ეხლანდელ რა ტერიტორიებზეც არიან საზღვრების ადამიანებიც აქ და იმაზე გაჩერდნენ რუსეთის დანარჩენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ დანარჩენი ეს ნატოსთან კავშირის და ეს ჯარების არ ყოფნა და ასე შემდეგ და უკრაინის ნეიტრალიტეტი ანუ ისეთი ითხოვს რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო და იქ არ იყოს სხვა ქვეყნის ჯარები. აი ეს თუ დააკმაყოფილეს შეიძლება რაღაცნაირად აი ეს იმაზე დათანხმდეს ამ მიღწეული ტერიტორიების იქ გაჩერებაზე. ნუ ეს ნიშნავს არაერთხელ მithქვამს ესეც კიდე ერთ ეგრეთ წოდებულ გაყინულ კონფლიქტს. რომელიც რამდენი წელი იქნება და რამდენი წელი გასტანს ეს გაყინული კონფლიქტი გაცმა არ იცის. ეს შეიძლება გააგრძელდეს და გაგრძელდეს. მაგრამ არა სამშვიდობო ხელშეკრულება და აი მაშინ შევწყვიტავთო და ხელშეკრულების მოწერაზე ვინ არის მზად? არც ერთი მხარე არ არის მზად და ვერც ამერიკელები ვერ მიაღწევენ იმას რომ იქ ყოვლის მომცველის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. ეგეთი რამე არ ხდება ხოლმე. როდესაც არის შეიარაღებული კონფლიქტი, ანუ ომი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჯერ პირველი ეტაპი არის ხოლმე ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ ამის მერე იწყება ხოლმე მოლაპარაკება უკვე სამშვიდობო შეთანხმებაზე. იქ რა პირობები ჩაიდოს, ვინ იქნება გარანტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ შემდეგ ხდება ხოლმე ყოველთვის. უცბად ცეცხლის შეწყვეტის გარეშე რომ დაждე და უცბად სამშვიდობო მე ეგეთი ის არ მახსოვს. და არავის ალბათ პრეცედენტი. კონფლიქტების ისტორიაში. ფაქტია რომ ალბათ ეს პრეცედენტი არ ახსოვთ არც ტრამპს არც პუტინს და რატომ ხდებიან მაინც ერთმანეთს რატო თანხმდებიან ან ტელეფონით რაზე საუბრობენ რომლის ზუსტ ჩინაა ჩვენ ვერასდროს შევიტყობთ საბარავად. ჩვენებენ იმას რაზეც არაერთხელ თქმულა და არაერთხელ მე გამეორებულა სუპერ სახელმწიფოებს ზე სახელმწიფოები ესაუბრებიან ერთმანეთს. თვლიან რომ ერთმანეთის დონის არიან რომ რაღაც საკითხები გადაიჭრას და ერთმანეთს უნდა ელაპარაკონ. ხო და ნუ იქ არის გარდა უკრაინისა ეგეც სხვათა შორის ძალიან ბევრი სპეციალისტი ექსპერტის მიერ ითქვა და სავსებით სწორად რომ ძალიან ბევრი სხვა საკითხებიც არის ამერიკელებსა და რუსებს შორის მოსაგვარებელი ვიდრე ეს მხოლოდ ეს უკრაინა და უკრაინის კონფლიქტია. ისევ რომ დაუბრუნდეთ და ნამდვილად მსოფლიო საფრთხის წინაშე დგას რა დონეზე შეგვიძლია ამაზე ვიდეოთ, მაგრამ ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დგას, ხო? ეს როდემდე გაგრძელდება, ეს გაგრძელდება, ბოლო-ბოლო შეიძლება ვიღაცა მოუვიდეს თავში ამ ტაქტიკური ბირთვული აგის გამოყენება, ტაქტიკურის. ჯერ, მაგრამ ნუ ის არაფერი შეღავათი არ არის მსოფლიოსთვის და ევროპისთვის პირველ რიგში. ამიტომ ის საკითხია ისევ დაბრუნების რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული განიარაღების საკითხები, იქ რაკეტები შეზღუდვის და ასე შემდეგ ამის გარდა კიდე ბევრი საკითხებია იქ ეს არის არქტიკა ამ გრენლანდიაზე რო იყო ლაპარაკი და ამაზე რა ქვია გამოყენებაზე და ასე შემდეგ და ნუ ეხა
ბევრი საკითხებია, რომელიც შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც დგას ამორზე სახელმწიფოს და ამას თუ დაემატება მესამეზე სახელმწიფოს ინტერესები და იმის გათვალისწინება ჩინეთის, რომელსაც ამერიკა აცხადებს, რომ ეხლა ძირითადი მაგის მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. ზოგი მტერს ეძახის, ზოგი ძირითად მოწინააღმდეგეს ეძახის და ნუ არის ხოლმე აქ ძირითად ეკონომიკურ საკითხებზე კიდე კარგი ასე ვთქვათ ჭიდაობა ჟარგონი რო ეხმაროთ ჩინეთსა და ამერიკელებს შორის რაღაც ვითომ მოლაპარაკებას მიაღწევენ მე უცბად რაღაც მწვავე საკითხი დადგება ან ნაკლებად მწვავე ზოგისთვის არა მაგალითად TikTok-ის საკითხი ხო ზოგისთვის ასაცილოა ეს TikTok-ის საკითხი, ზოგისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. არ არის ასაცილო სხვათა შორის. ხო, მაგაშია საკ. და იქაც ჩინეთთანაც ძალიან ბევრი საკითხია უკრაინის გარდა. რაც ჩინეთს და ამერიკას აქვს ერთმანეთთან გასარკვევი. თუ შეიძლება ამის შესახებ ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. ბატონო თითისთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ეთერში ვბრუნდებით, გამაგზავნებთ საუბარს ჩვენს სტუმართან, კონსტანტინე ჟღენთან. რა ინტერესები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს და იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩინეთი არის მისი მთავარი მტერი თუ მოწინააღმდეგე, შეიძლება იყოს ისეთი საერთო ინტერესი, რაც ამორძალას თანამშრომლობისკენ უბიძგებს. ეს ვარიანტი არის მათ შორის. ნუ ეხა ჩინეთის მხრიდან თუ შევხედავ, ჩინეთი ყოველთვის იყო, ხო, ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მწვავე, რომელიც საკმაოდ ორივე მხარეს საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკით და პირველ რიგში ნიქსონის და კისინჯერის დაწყებული ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების შემდეგ ეს არის ტაივანის საკითხი. ამიტომ ეს ტაივანის საკითხი თითქოს გაყინულია და თითქოს ქვეყნები თავის პოზიციებზე დგანან. თითქოს ისინი მანდამაინც არ ერევიან ამერიკელებს სიტყვა რო ეხმაროთ ან რაღაცა გარკვეული სახის იმას აწვდიან დახმარებას ტაივანს, მაგრამ იქ სუპერული შეთანხმება შეწერა ძალიან სამხედრო არ უნდა იყოს ეს დანიშნულების და ასე შემდეგ და ესეც თავს იკავებს რომ მოსთხოვოს მკვეთრად ჩინეთმა რომ გინდა თუ არა ერთი ჩინეთი არსებობს თუმცა პრაქტიკულად ამას მიყვება ამას თუ თავს დავანებებ დანარჩენი არის სავაჭრო ეკონომიკური საკითხები რა თქმა უნდა და ჩინეთი მუდმივად ამას ამბობს რომ განსაკუთრებით შორეული აღმოსავლეთის და იქ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში იყოს თავისუფალი მოქმედების, ანუ სავაჭრო ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა გატარდეს და ეს სხვა შორის ცოტა სიმპტომატიური ამერიკელები ამას ითხოვდნენ პირველი მსოფლიო ომის მერე 1914 პუნქტში რომ არიქადა შეზღუდვები არ იყოს ვინმეს უპირატესობა არ ქონდეს მსოფლიო ვაჭრობაში და მაშინ ინგლისელების წინააღმდეგ უფრო და ეხა იმის მერე ჩინელები საკმაოდ განსაკუთრებით რაც რეფორმები დაიწყო ჩინეთში დენსიაპინის პერიოდის მერე ისინი მუდმივად ჩინეთი ცოტა გერა საკმაოდ საკმაოდ ძლიერად ეკონომიკურად ფეხზე დადგა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბერკეტები მაგათვის ის არის. ეს ერთი სარტყელი, ერთი გზა მაგალითად ეს ინიციატივა იქ კიდე სხვა ინიციატივებია, რომელიც რეგიონში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისთვის არის განკუთვნილი. ანუ ამერიკელებს რო არ ქონდეთ პრეტენზია რომ ეს ჩვენი რეგიონია და ჩვენ გვაქვს უპირატესი აქ და ასე შემდეგ. ნუ ამას ემატება ორმხრივი, რა თქმა უნდა. იქაც ძირითადად სავაჭრო ეკონომიკური და ესეთ საკითხებია, რომელზეც მოლაპარაკება შეიძლება სხვათა შორის ეს ტრამპი როცა გახსოვთ ალბათ რომ დაიწყებს ხოლმე რომ აი ამ ქვეყანას მასუზამ ამას დავაწესებ იმებს დაუწესებ მე უცბად გადადის ხოლმე მოლაპარაკებაზე ესე გააკეთა მექსიკასთან ესე გააკეთა კანადასთან თუმცა აი კანადასთან ახლა ისევ გამწვავდა სიტუაცია და კანადის თავრობის ცვლილების მერე და ისევ დაიწყო რაღაცა იმებზე შემოღებაზე ამიტომ ეს არის თამაში ასე ვთქვათ ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ბიზნეს დიპლომატიის ეს არის გეოპოლიტიკური კარის თამაშები რომ დავესეს რა თქმა უნდა როცა ყველა ქვეყანა ცდილობს რომ მაქსიმალურად თავის ინტერესები როცა არ არის იმაზე ლაბარაკი ვარიქა და იარაღით და იმით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სამხედრო დაპირისპირებით ცდილობენ რომ აი ეს უპირატესობას მიაღწიონ ბიზნეს და სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში არა მარტო ერთმანეთში, არამედ იმ რეგიონებში, რომელიც ქვეყნის მიმდებარე რეგიონები ან სადაც ისინი თვლიან რომ მათ უპირატესი გავლენა აქვს. ეს ყველაფერი
თუ ნორმალურია და თუ არ გადავა სამხედრო დაპირისპირებაში და იმაში რომ ცხელთავიანები ყველგან იყვნენ ყველა დროს ასე ვთქვათ როგორც ეძახიან და სამხედრო ძალებშიც და პოლიტიკურ ძალებშიც რომლებიც განსაკუთრებით მკვეთრ ნაბიჯებს მოითხოვენ რაღაც მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ამერიკაში არიან ქორები, რომელიც ეგრეთ წოდებული, რომლებიც ჩინეთის წინააღმდეგ მოითხოვენ რაღაც ესეთი მტკიცე და ესეთი პოლიტიკის გატარებას, ცოტა უფრო აგრესიული და არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც უფრო რეალისტურ პოზიციებზე დგას და რომელიც ხედავს, რომ ამხელა ქვეყანასთან, რომელიც ამხელა სიძლიერეს მიაღწია და უკვე ესეთი სახელმწიფოა, არაფერს კარგს ესეთი დაპირისპირება არ მოიტანს. და ჯობია ისე მოლაპარაკების მაგიდასთან ეძებო გამოსავალი. ამიტომ ხო და რა თქმა უნდა, როდესაც სამ სუპერ სახელმწიფოზეა საუბარი, სამ ზესახელმწიფოზე, რომელიც ეხლა არის მსოფლიოში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებშიც უნდათ, როცა ეს კონფლიქტებია, თავის პოზიცია დააფიქსირონ. როგორც ანგარიშ გასაწევი ძალის პოზიცია და ეს ჩინეთიც მაგ მხრივ რა თქმა უნდა ყველა საკითხი იქნება ჩართული და ეტყვის რომ მუდმივად ეძახის მაგალითად ხო უკრაინაზე რომ აუცილებლად საჭიროა მოლაპარაკებები, საჭიროა მშვიდობა, საჭიროა მშვიდობის გზების ძიებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დაკავშირებულია იმ ჩინურ სიბრძნეებთან, რასაც დასაწყისში ვთქვი. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რომ ცოტა სხვანაირი დიპლომატია და ის ქონოდათ, რა ქვია საერთაშორისო როგორც კი ცოტა ძალას მოიკრებდა ჩინეთი, თუმცა კრიზისული პერიოდებიც ქონია რა თქმა უნდა და ყველას მაოს პერიოდის გვახსოვს, როცა აბსოლუტურად სხვა სიტუაცია იყო. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა, სხვანაირად არაფერი არ გამოვა. და ევროკავშირი ამ შემთხვევაში და დიდი ბრიტანეთი, ისინი თამაშგარერჩებია. და მაშინ რით შეუძლიათ ხელი შეშლა ამ პროცესისთვის? მათთვის ხო არ იქნება ხელსაყრელი, რომ ამ სამმა მოაგვაროს რაღაცნაირად სიტუაცია შეთანხმდეს ერთმანეთთან. რით შეუძლიათ მათ მავნებლობა თუ დაყვებიან ამ სამ ცნებას? რითიც მავნებლობენ. მაგალითად, აი ხა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაშლილიყო იქ სხვა მიზეზებიც იყო გაცილებით უფრო ღრმა. რაზეც დავიწყეთ საუბარი, მაგრამ რომ ჩაშლილიყო პუტინის და ტრამპის შეხვედრა უნგრეთში. ხო ყველაფერი გააკეთეს, აი როგორც კი გამოცხადდა, დაწყებული იქიდან რომ თვითმფრინავის გადასაფრენ იმას გეგონება იქ მარტო ერთი მარშრუტი და ვერ მიაღწევდა საწყალი პუტინი ბუდაპეშტამდე. ხა ისეთი ხაპარია, მაგრამ ეს იყო დემონსტრატიულად გაკეთებული განცხადებები, ხო? რომ ეჩვენებინათ რომ ჩვენ დავსვამთ. აი ასე ვიზამ და აი ეს ჯერ რისი შნო გაქვს რო იმუქრები და მე ვერ დაგიცავს რა უნდა დასვა. ეს უბრალოდ აჩვენებს რას იცით რომ არის ძალები რომ ოღონდ პუტინმა არ მიაღწიოს მათამდე ანუ ევროპის ქვეყნებამდე და განსაკუთრებით ეს აწუხებთ რა თქმა უნდა ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს და ისეთ ქვეყნებს რომ ტრადიციულად რუსეთთან დაპირისპირებაში არიან ისტორიულად და ეხლა ყველაზე უფრო ეშინიათ იმას შემდეგი ნაბიჯი შეიძლება ეგენი იყვნენ. ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ არაფერში არ ჭირდება რუსეთს ახლა ნატოს ქვეყნებთან დაპირისპირება მით უმეტეს ამდენხრიანი ომის მერე რომელსაც ამდენი საკმაოდ ბევრი რესურსი წაიღო და საკმაოდ სხვა სიტუაციაა. მაგრამ ნუ ისინი ასეთულიან, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ რომ მაქსიმალურად უკრაინაში დააკავონ ეს რუსეთი და მაქსიმალურად გაგრძელდეს. აი ეუნებიან დაგეხმარებით, აი ამერიკანი დაგეხმარებით, ჩვენ დაგეხმარებით, რას დაეხმარებიან, სადაც რა დღეშია ეგერ გერმანიის ეკონომიკა შეხედეთ ერთი ევროპის წამყვანი სახელმწიფოს. რა დღეშია საფრანგეთის ეკონომიკა, როგორ დაეხმარებიან, ვინ დაეხმარება, ვინ გაწევს იმის მაგივრობას, რასაც მანამდე უწევდა თქვათ ნატო და ნუ ამერიკის შეერთებული შტატები. მას რა ქვია უკრაინას, ნუ ეს წარმოუდგენელი რამეა. ამიტომ რაღაც პერიოდის მერე რეალობის წინაშე მოუწევთ დადგომა, უნდათ თუ არ უნდათ, ის აღქმები დამთავრდება და პრაქტიკულად რომ მოითხოვს, აი ტომოჰავკების საკითხი ხო დაიწყო, ლაპარაკი დაიწყო და მე როცა ტრამპმა პირდაპირ გამოაცხადა. თავიდანვე მაპატიეთ, მაგრამ დამიჯერებენ არ თავიდანვე ვიცოდი რომ არ იყო მომწოდებელი ტრამპი ტომოჰავკების. უკრაინისთვის ეს ისეთი დონის იარაღია, რომელსაც ჭკუად მყოფელი აი ესეთი ზესახელმწიფო ესეთ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას არ მიცემს.
ის ტამაჰოკი რომ იცეს თეორიულად ვიძახი უკრაინას. თემან გაისროლოს დაუმჯნოს კრემლს მაგალითად და გაუშვას ის ტამაჰოკი. ნუ იქ ხო გადასულია უკვე ეს ომი აბსოლუტურად ახალ დონეზე და ახალ საფეხურზე. რომელიც ვის არავის არ აწყობს თვითონ ამ ევრობიუროკრატი ეხლანდელი არავინ როგორ გეკადრებათ იმ უკრაინას პირველ რიგში შეჭამს. დაიმუქრა კიდევაც ხო პუტინი და ხარ პუტინი ზოგჯერ ეგეც საჩვენებლად იმუქრება და ასე შემდეგ, მაგრამ ესე ეგონათ რომ საჩვენებლად იმუქრებოდა მიუნხენის კონფერენციაზე რომ გამოვიდა და რაღაცები რო თქვა თუ გახსოვთ პუტინმა და აღმოჩნდა რომ მართლაც ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმას, რისი გაკეთებაც სურს და რასაც ფიქრობს და არა ვინმე შეშაშინებლად და ვინმეს ის. ნუ ესე ფიქრობს ის, რომ მისი სახელმწიფოსთვის საფრთხეების გაუნებელყოფა დგას ამაზე და ამაზე. მისი უსაფრთხოება და ამიტომ თავის გარშემო პერიმეტრზე არ დაუშვებს ნატოს გაძლიერებას და იქ სამხედრო ძალების ყოფნას, რომელიც ცნობილი ამბავია, არაერთხელ ვთქვამთ ხო. დიახ, რა თქმა უნდა. ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენც უკრაინას თავისთავად, მაგრამ ჩვენც მოგვიწევს რაღაცა რყევების გავლა. რა თქმა უნდა. თუმცა როგორც თუნდაც როგორც ძალიან არ მომწონს ეს სიტყვა და ძალიან ბევრი ვეცადეთ სანამ ვიყავი ჯერ კიდე საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ გადაგვეჩვია ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამ იმას, მაგრამ დღემდე ხმარობენ. კი, ნიშა თითქოს გვიჭირავს ეს. პოსტსაბჭოთა. ნუ ჩვენც პოსტსაბჭოთა ვართ, წაწავალთ ამას და ყველაფერი რაც ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ის ჩვენც გვეხება, რა თქმა უნდა, პირდაპირ. თუ ირიბათ ზოგი რამე ძალიან პირდაპირ, ზოგი ცოტა ირიბათ, მაგრამ გვეხება აუცილებლად და ამიტომ არის საჭირო ძალიან ფრთხილი და აწონდაწონილი პოლიტიკის გატარება, რომ არ გადაგისდეს ფეხი რადიკალიზმისკენ ან მარჯვნივ ან მარცხნივ. დიახ, იმდეს თუ შეიძლება დამთავრდეს და აი რადიკალიზმზე გამახსენდა აუცილებლად ახლა გადმოვინახოთ ჩვენ ქვეყნის შიგნით გერმანიის ელჩის ამბავი, თქვენ როგორც დიპლომატმა ელჩმა რომ აგვიხსნათ ეს გაწვევა რას ნიშნავს, ამ საერთოდ ელჩის ქცევა რას ნიშნავს. მე არ მგონია რომ ელჩს არ ცოდნოდა როგორც ის იქცეოდა, ელჩი ისე რო არ მოიქცეს, მაგრამ ნუ მაინც იქცეოდა, ესე იგი ის თავის ინიციატივით ამას ვერ გააკეთებდა ალბათ, მხოლოდ მას ჰქონდა არ მინდა ვთქვა წაქეზებული იყო, მაგრამ რაღაც თანხმობა მიცემული ჰქონდა მოქმედების ამ ტიპზე. რას ნიშნავს ჩვენთვის ელჩისთვის გერმანიის საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებისთვის ეს გაწევა ელჩის ან კი როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ გერმანიასთან, ისეთი რომ ამას შეიძლება დაგვაზარალოს ან რაღაც პირიქით ხეირი მოგვიტანოს. რასაც პიტერ ფიშერი აკეთებდა ამას დიპლომატიასთან არ კავშირი არ აქვს. ეს არის ერთმნიშვნელოვანია, ეს ურჯურიოთ ელჩები ესე არ იქცევიან. იმიტომ რომ ეხლა სულ ვიმეორებთ, მაგრამ არსებობს ის ვენის კონვენცია და არსებობს ის მუხლები, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში არ უნდა ჩაერიო ადგილსამყოფელი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ეხლა ამაზე მეტი ჩარევა რა გინდა, რასაც პიტერ ფიშერი აკეთებს და რასაც აკეთებდა, რასაც ჰერჩინსკი აკეთებს და კიდე ერთი ორი ელჩი იქ. კიდე კარგი დანარჩენები მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან ხოლმე, რომ რაღაც არარეალურ პეტიციებს აწერენ ხელს, როგორც იყო მაგალითად მიშა სააკაშვილი კვდება და სიკვდილის პირას არის და არიქა და 27 ელჩი რომ მიადგა და არიქა და გაუშვით, თორე დღეს ხვალ აღარ იქნებაო. ხო აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არის ტყვილი. და ეს რა ქვია აღქმა. ახმებზე დამყარებული დიპლომატია არასოდეს შედეგის მომტანი არ ყოფილა. ამიტომ ესე როცა იქცევა, აქ დღეს მეორე საკითხი აუცილებლად. ეს შეთანხმებული ადგილსამყოფელისა თავის ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და თუ არ არის შეთანხმებული. რამდენად აქვს ელჩს იმის ასე ვთქვათ შნო, ვთქვათ რომ აი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით რაღაც დამოუკიდებლად ესეთი ნაბიჯები გადადგას. ნუ აქ აუცილებლად ჩანს ის, რომ სამწუხაროდ არიან დასავლეთში და ევროპაშიც, რა თქმა უნდა, დასავლეთის ნაწილია ელჩები და პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენნაირ ქვეყანას, საქართველოს მსგავს ქვეყანას მანდამაინც ისე არ თვლიან. ისეთ ქვეყნად, სადაც რომელზეც უნდა გავრცელდეს იგივე წესები, რომელიც მათზე ვრცელდება და მათნაირ ქვეყნებზე ვრცელდება. ჩვენ თითქოს რაღაცა ეს პატარა სუსტი და ეს არ შემდგარი და ესეთ სახელმწიფო ჩვენთან შეუძლიათ გაუვიდეთ რაღაცეები და სხვა. დაარღვევენ ვენის კონვენცია. და ჩვენ მაგალითად და ჩვენ მთავრობა წარმატებით ახერხებს იმას, განსაკუთრებით ბოლო
ბოლო პერიოდში რა აჩვენებს რომ ეგრე არ არის ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვარ და არ გამოვა ესეთი ამბები ჩვენთან და თუ ესეთი რამე შეთანხმებულია ხელმძღვანელობასთან აქ დგას საკითხი როგორია ქვეყნის ხელმძღვანელობა რა ორიენტაციის გერმანიის ხო და თუ შეიცვალა აი შეიცვალა მაგალითად ამერიკაში ხო მთავრობა და შეიცვალა იმ წუთასვე დეგნან დანეგანების ქცევა ხო ეხლა ჯერელში არ არის მოვლების შემსრულებელია მაგრამ ჩუმად არიან ხო უმეტეს შემთხვევაში ხო და ესეთი ეგ არის მაჩვენებელი იმის რომ იქ რო შეიცვალა რა თქმა უნდა შეიცვალა საელჩოს ქმედებაც და გერმანიაში რო შეიცვალოს დარწმუნებული ვარ და რომ მოვიდნენ ახლა კითხვები რო გაუგზავნეს ბუნდესტაგს ალტერნატივა გერმანიის პარტიამ იმაზე ჯერ იმაზე დაველოდოთ ერთი რა პასუხს გაცემს ბუნდესტაგი არა მგონია ეს აშკარად გამოაჩინონ ეს პასუხები ეს მგონია რატოღაც მაგრამ ეს უკვე ნიშანია იმის რომ ხო და თუ მოვიდნენ ისინი თუ აღმოჩნდეს ძალიან ძნელი იქნება ეს გერმანიაში ამის გაკეთება ის კი არა რუმინეთში რეები გააკეთეს და კიდე სხვაგან ხედავთ ხო როგორ უწევენ წინააღმდეგობას მემარჯვენეების მოსვლას ვისაც ყოფს ახლა ევროპაში რომ ან საფრანგეთში ან გერმანიაში ორ წამყოლ ქვეყანაში მემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ნუ ის რა თქმა უნდა იმ წუთასვე დაეთყობა საელჩოს ქცევას და ფიშერის მაგერად აი როცა ამბობთ ბატონო ვის აწყობს ვინ არის ეს ვის ანგლოსაქსები ან ბრიტანელები ეს არის ის რასაც ძალიან ბევრი ჩვენთან ეძახის deep states და მე მუდმივად ვეძახი ხოლმე როცა საერთაშორისო ძალებზე ვლაპარაკობ ვეძახი საერთაშორისო ომის პარტიას, გლობალური ომის პარტიას. იმიტომ რომ ნუ deep state-ი ჩემი გაგებით მაინც ქვეყნის შიგნით მოქმედებს ხოლმე state, ვიცით ყველა მეც უკვე მაგდენ ინგლისური საქართველოში სახელმწიფოს ნიშნავს და სახელმწიფოს მართვა კულისებიდან deep state-ი. აი ეს იყო თურქეთში ეგრე წარმოიშვა ეს სახელი და მე სხვა ქვეყნებიც ეგრე გავრცელდა. რაც შეეხება საერთაშორისოს, ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. ანუ იგივე გლობალური ომის პარტია. რომელიც ჩემი აზრით ბევრჯერ მithქვამს კიდევ გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს ძალიან ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული და უმარცხებელია. გლობალური ომის პარტიის დამარცხება შეუძლებელია. მე ასე მგონია და შეიძლება შეზღუდო რაღაცა შეიძლება სხვა შორის ტრამპზე როცა მკითხეს როდესაც ტრამპი მოვიდა მე მაშინ ვთქვი რომ ტრამპი ალბათ შეეცდება რომ იმ გლობალური ომის პარტიას მოელაპარაკოს მეთქი თვითონ ბიზნესმენი გაცია და საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს იმათ წარმომადგენლებთან ვინც იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან არის დაკავშირებული და შეეცდება რომ მოელაპარაკოს და არა ებრძოლოს და დაამარცხოს იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მით რა ქვია თვითონაც არის მაგის რა ქვია მე არ ვიცი ტრამპის კომპანიები იარაღის ყიდვა-გაყიდვასთან და იარაღის ბიზნესთან თუ არიან დაკავშირებული, არ გამიგია ეგეთი რამე უფრო სამში, მაგრამ როგორც ესეთი ცნობილი მილიონერი ფულიანი ბიზნესმენი მილიარდ შეეცდება მოელაპარაკოს. ეგ როცა საერთაშორისო დონეზე ომი თუ არ არის დაიღუპა ეს მიმართულება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მხოლოდ ქვეყნების შიდა მოხმარებისთვის იარაღის წარმოება იმათ მოგებას არ მოუტანს. და ეს ელჩის გაწევა რას უკავშირდება და რა უნდათ რომ დაინახეს რომ გამწოდა სიტუაცია ყველა ნორმალური ქვეყანა თქვა ყოფილი ესე იზამს რომ კონსულტაციებისთვის ეს მიღებული ყველაზე უფრო ისე როგორი საბჭოება დატოვა ჩვენი დასაჯელი მათ ჩათვალეს რომ ცოტა ცუდად მოიქცნენ თუ როგორ შეიძლება ამბობთ მე თუ მეკითხებით გაარიდეს შარს ცოტა გვიან გაარიდეს ცოტა ადრე შეიძლება გაერიდებიათ მაგრამ არ მგონია რომ დასჯის მიზნით გამოეძახებიათ მე იმასაც არ გამოვრეცხა რომ უკეთეს ქვეყანაში მათი აზრით უკეთეს ქვეყანაში გაუშვან კიდე ელჩატეკ პიტერფიში ჩემი აზრით ისევ ჩემას ვიძახი დასაჯელად ის არ გაუწევიათ უბრალოდ დაინახეს რო არასო რამებს აკეთებს და გამწოვდა ქვეყანასთან ურთიერთობა და ეხა სამნიშნულოვანია თუ არ არის ამ ურთიერთობების ამხელა ისტორია გვაქვს და ამდენი მადლობები გვიხდია თუნდაც ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს რაც მაგათ როლი ითამაშეს ჩვენ დამოუკიდებლობაში და ასე შემდეგ ნუ ესეთ ქვეყანაში ალბათ მიხვდნენ რომ ელჩი ისეთ რამებს აკეთებს რომ ჯობია რომ მოვაშოროთ გავაშოროთ იქაურობას და სხვანაირად დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ამას დაემთხვა ჩვენი ახალი ელჩის
დანიშნა იქ გერმანიაში, რომელიც ცნობილი გერმანისტია, ძალიან კაი კონტაქტები აქვს გერმანიაში, იცნობს მაგრამ ძალიან ცუდი განათლების მინისტრი იყო, ჩემი აზრით. ხო, ნუ შეიძლება განათლების მინისტრად არ ვარ გადაელჩათი ვარგოს რა იცი. ბატონო, შეიძლება ის რომ განათლების მინისტრობის კი ბატონო, რომ მქონდა ის, მე სულ მაინტერესებს, რატომ არის ისეთ მნიშვნელოვანი, ყველა უკავშირებს სააკაშვილის დროს დაიწყო და ეს დაიწყო შევარდნაძის დროს კარტოზიანი მინისტრობის. არა, მე ვარ და ამიტომ ვიტყვი 60 მილიონიანი გრანტი და სულ ველი რომ გამოვა ადამიანი და იტყვის რომ იყო გამოუვალი სიტუაცია, ხო? ესე მოხდა რომ შეიძლება არ კითხეს რომ ეთქვა. ხო, რა ვიცი, მე შევეცდები მაშინ ვკითხო, გაუგზავნო წელი. შეიძლება არ კითხეს და თავად არ ჩათვალა. რა ვიცი, მე მგონი გერმანიაში იმუშავებს რა ვიცი. არა, მეც მინდა რომ გერმანიაში იმუშაოს და პირიქით აჩვენოსო, თქვა მინისტრობა მისიის არ იყო, განათლების მინისტრობა ნიშა და დიპლომატობა არის. ინდონეზია არა ვარ განათლების საკითხებში გარკვეული რომ ანდაგეწერია და დიახ ამიტომ არ მიყვარს არასოდეს არ ყოფილვარ ყველაფრის სპეციალისტი და არ მიყვარს ყველაფერზე ლაპარაკი ხომ. არა, მე ვთქვი შეკითხვები მაქვს, მე კი არ ვდებ მას, მე მაქვს შეკითხვები, 60 მილიონიანი გრანტის რეფორმა ის დაიწყო მის დროს, ზუსტად იმას ლაპარაკობდა ის ბატონი კარტოძე მისი მოადგილე, რაც შემდეგ თქვა სააკაშვილმა განახორციელა, ლომაიათი დაიწყო, ლომაია პიონერი იყო მესაფლავეებს შორის ქართული ხო, მოკლედ დაემთხვა ეს ჩვენ მხრიდან ახალი ელჩი როგორც შტატებში როგორც იმაში, ახლა აი მათი მუშაობით გამოჩნდება რა როგორ შემოატრიალება როგორ შეუწყობენ ხელს ღმერთმა არ აკრა შეუშლია რა ჩვენი ურთიერთობების დალაგებას ახალი ფურცლიდან დაწყებას. დიახ, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, ბატონო, მე აქვე გავიხსენებ თუ შეიძლება ჯონ ბასი როცა იყო ელჩი, მე შევუთანხმდი მას ინტერვიუზე. და როგორც არის ეს პროცედურულად ესეთი ცოიცით, ესეთი რთული საკითხია, უგზავნი, რა ვიცი, მე სად დავდგები, შენ სად დადგები, რამდენი წუთი იქნება, ფოტოს გადავიღებთ, არ გადავიღებთ. ეს ყველა დეტალი ძალიან დიდხანს ვათანხმეთ და ჟურნალ ფილიცილებიდან, ანუ ვთქვათ მე პოლიტიკაზე წერს სულ წერდი, მაგრამ ჩათვალეს მსუბუქი იქნებოდა. შემდეგ სულ ბოლოს ყველაფერზე როცა მოვილაპარაკეთ, მითხეს რომ შეკითხვები გამოგზავნეთ. როგორც წესი კი, მე მქონდა მომზადებული 4 შეკითხვა იყო. ბევრი მუშავე იმ შეკითხვებზე, ანუ ესე ტევადი იყო, მაშინ ცოტა რთული სიტუაცია იყო, არ იყო დემოკრატია და ისინი ამბობდნენ დემოკრატიაო. ჩემი შეკითხვები გამგზავნე ის დღე იყო და ის დღე. არ ჩემს ზარს უპასუხი არავის შემდეგ საჩოში და არც საელჩოდან აი ესე ცივად დამშორდნენ, რატომ არ ვიცი სიმართლე გითხრა, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე ასეთი რამები და ძალიან სამწუხარო ხო 4 შეკითხვაში ხა რა უნდა დამეწერა ისეთი რომ ელჩი დაემალათ. ეტობა ნახეს რომ ცოტა კлауზნიკური კითხვები იყო მათი აზრით. ხო, რა თქმა უნდა, აბა ისე რატომ, აბა რა უნდა მე თუ შესაძლებლობა გაქრო შეხვდე ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში, აბა როგორი კითხვები უნდა დაუსვა. კითხვები აკადემიური იყო. ნამდვილად და არავითარ შემთხვევაში არ იყო. დიახ, და აბანო აი ის რაც მოხდა გერმანიის ელჩის შემთხვევაში, თუ ემძანეთ რომ გაარიდეს და ეს ყოველთვის გასაგები იქნებოდა. რა გაკვეთილი თუ მაგალითი შეიძლება იყოს დანარჩენი ელჩების. ეს ხო არ არის ერთჯერადი აქტი. ამას ხო აქვს მაგალითის ძალა სხვებისთვის. ეს იყო რაღაც გზავნილი, ანუ ამას დანარჩენი ელჩები საქართველოში, რომლებიც ასევე ერევიან საქართველოში და საქმეებში არა ისე აქტიურად, როგორც გერმანიის ელჩი ერეოდა, მაგრამ მაინც ერევიან. ეს მათთვის იქნება მაგალითი, რომ ცოტა უნდა დაუკვდნენ. არა, მაგალითს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყურადღებას რომ მიაქცევენ როგორც პრეცედენტს, ეგ ფაქტია და ნახავთ. ხო, ამას ეს ვიგულისხმობ მაგალითად. ძირითადად ისინი ყურადღებას მიაქცევენ მე თუ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ ჩვენი მთავრობის პოზიცია რამ გამოიწვია ეს ყველაფერი რომ საქართველოს მთავრობა ისე დგას იმ პოზიციაზე რომ ქვეყნისთვის თავარია საკუთარი ინტერესების და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა და რაღაცეებში ეს არ გაიცვლება და ამას დაინახავენ, რა თქმა უნდა, აღარ მოუნდებათ ისე მოქმედება, მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ელჩი კი არა, უბრალოდ ჭკუატყოფილი ჭკვიანი და განათლებული ადამიანი თუ ხარ, მიხვდები, რომ ამ მთავრობასთან ესეთი რამე არ ჭრის და ამიტომ მოდი ახლა ცოტა სხვანაირად ვსადოთ. ძალიან კარგი, ანუ ფაქტობრივად გამოვიდა, მაინც დადებითი როლი შეასრულა. ამ ფაქტმა ჩვენთვის. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გაცილ პირველ ნაწილის დრო ამოიწურა. ჩვენ ცირახეთ რეკლამის გამო გემშვიდობებით, დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად. გველოდეთ. რა გემთანდებოდით.